სამეგრელო ზემოსვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორთან და რამდენიმე ექიმთან ერთად დოსეაფის ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო ზემოსვანეთში ოთარ გოგოხია განმარტავს, რომ მსგავსი სამედიცინო დახმარება ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს გაეწევა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დონორებთან მუშაობა, რადგან დევნილებს, რომელთაც ძალიან უჭირთ, შესაბამისი დახმარება გაეწიოთ. არიან მძიმე ავადმყოფები, რომლებსაც არ შეუძლიათ წასვლა, ანალიზი ჭირდებათ, იმაზეც მანქანა უნდა გამოუშვათ, დავგეგმეთ ბატონ თამასთან ერთად, პოლიკლინიკის დირექტორთან ერთად. გავალთ, მივიყვანთ, ანალიზებსაც ჩავაბარებთ და უკან მოვიყვანთ. ეს იქნება არაერთჯერადი, ეს იქნება ყოველთვის. ამით ვიწყებთ მუშაობას, მე მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანი არაა დავინიშნე. და შიგნით არ დავждებით, ვიქნებით გარეთ, ვიქნებით დევნილებთან. მივიტანთ მაგათ გასაჭირს გულამდე. აღნიშნულ კომპაქტურში დევნილთა 32 ოჯახი ცხოვრობს. ექიმებმა მათ უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. ადგილზე პედიატრი, თერაპევტი და ინფექციონისტი იმყოფებოდნენ. ეხლა ჩვენ სინჯათ პატარებს გამოვლინდა ისევ იგივე მწვავე რესპირატორული ინფექციების, ზედასასუნი გზების ანთებები და ხდება შესაბამისი კონსულტირება მშობლის, დანიშნულების მიცემა და მედიკამენტოზური დახმარება. გეგმიური გასინჯვები არის კომპაქტურ სასახლებებში, ეს ჩვენი ვალდებულებაა, მაგრამ იმიტომ რომ ზამთარ გაზაფხულის სეზონია და რისკ ფაქტორი არის დიდი ინფექციების გავრცელების, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან სიმშვიდეა და პრობლემები არ არის. ჩვეულებრივად პედიატრი, თერაპევტი და ინფექციონისტი მოვიდა უბანში გასასინჯა დევნილების. დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორის თამაშ ჯანაშიას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში აქციაში სხვა კვალიფიკაციის მქონე ექიმები ჩაერთვებიან და შესაძლოა დევნილებს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურებაც გაეწიოთ. მან ასევე ახალი დაზღვევის შესახებ საუბრა და აღნიშნა, რომ დაზღვევის ახალი პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბევრი ამყოფი ბენეფიციარი გვეკითხება საყოველთაო დაზღვევის შესახებ, რომელსაც ვაძლევთ განმარტებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივად იყო და ძალიან კარგად თქმული არაერთ არხზე, რას ითვალისწინებს ეს 6-დან 60 წლამდე დაზღვევა და ხელშეკრულებების გაფორმება ხდება. ამით ვარ დღეს დაკავებული. მომსახურებაზე თავად დევნილებმაც გამოთქვეს აზრი და მიიჩნევა, რომ მსგავსი სახის უფასო კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს და დღევანდელი აქციით ისინი კმაყოფილები არიან. კმაყოფილი ვართ. ასეთი აქცია მომავალშიც ჩატარდეს, კარგი იქნება. მე მადლობელი ვარ, ალბათ ყველა აქ დამწრეს კიდევ ყველა მადლობელია, რა ვიცი. ასეთი კაი ღონისძიებები სულმოდამ კარგია ხალხისთვის. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, ეს არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც აქტიურ სახეს მიიღებს.